მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. აი დადგა მორიგი ვლოგის დროც და იმენად მომწონს ვლოგების გადაღება, რომ ვფიქრობ მეორე არხიც ხომ არ შევქმნა. სადაც მექნება უბრალოდ თქვენთან ურთიერთობა, სადაც შემიძლია სხვა თემებზეც ვისაუბრო. სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩემ სამყაროში შემოხვიდეთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ნახოთ. რას ფიქრობთ თქვენ ამ თემაზე? ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება. რა თქმა უნდა, როდესაც გაქვს ვლოგის არხი, ამ შემთხვევაში უკვე უნდა სისტემატურად იყო ჩართული. უნდა სისტემატურად აშუქებდე საკუთარ ცხოვრებას. მოკლედ ნახოთ, ამ თემაზე ვფიქრობ უკვე დიდი ხანია. როგორც იქნა გერმანიაში დაიწყო ისევ სკოლები და ამდენი ხნის განმავლობაში სულ პირველად ორჯი მარტო და იმ წუთას ვთქვი, რომ ეხლა უნდა გადავიღო ვლოგი. შევუკეთე რაღაცეები, რომელიც მინდა რომ განახოთ, ალბათ იფიქრეთ რატომ უკვეთავ ონლაინში. იმიტომ შემოკარგებო რომ გერმანიაში ძალიან ბევრი მაღაზია და უმრავლესობა გარდა სურსათისა არ მუშაობენ ისეთ რეჟიმში, რომ ან წინასწარ უნდა გააკეთოთ, ჩაეწეროთ ტერმინზე, რომელიც მოგიწევთ ალბათ 1 კვირის შემდეგ, ან უნდა გქონდეთ ტესტი და ტესტით შეგიძლიათ შესვლა, ან და უნდა გქონდეთ აცრა გაკეთებული. მოკლედ აი ასეთ დღეში ვართ. საქართველოში ძალიან მარტივი იყო ყველგან შესვლა, გარდა იმისა, რომ სიცხეს გვიზომავდნენ და სიცხეც ყოველთვის რატომღაც მქონდა 34 და მოკლედ ყველა მაღაზიაში მქონდა ხოლმე 34 სიცხე, არა მხოლოდ მე, ჩემს დაში, ჩემს ძმას და ვინც ვიყავით ხოლმე სულ ყველას ერთი და იგივე სიცხე მქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ადამიანურად შევსულიყავით მაღაზიებში და ჩვეულებრივად გვეყიდა და გავუკეთებინოთ ჩვენი საქმე. აქ სამწუხაროდ ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ამიტომაც გადავსულები ვართ ონლაინ ყიდვებზე. ეხლა მე წაგიყვანთ თქვენ სამზარეულოში და განახებთ რა შევუკვეთე და რა შევიძინე. მოდით ეხლა გავხსნათ და ეს პაკეტები რა არის შიგნით. ნახოთ. დაგროვდა კიდევ. უკვე დიდი ხანია მინდა რომ შევკვეთო ერთი ჩაიტანი და ძლივს მოავი თავი. რასაც ამაზონზე უკვეთავთ, მეორე დღესვე არის ხოლმე სახლში. და ასეთი ჩაიტანი შევიძინა ნახეთ. ეს არის შუშის ჩაიტანი და შიგნით უნდა ჩავდოთ ყვავილი ჩაი. შეხედეთ როგორი საინტერესო რამ არის და ასევე ვიზუალურადაც ლამაზი. ისეთ შეგვიძლია ჩვეულებრივი ჩაით მოვამზადოთ. ეს არის სპეციალური ჩაი, შიგნით როდესაც ჩადებთ და დაასხავთ ცხელ წყალს, სადუღებულ წყალს, წყალშივე იხსნება და შემდეგ იფურჩქნება, რომ იყვნენ ყვავილი. უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა და ამის შეძენა. რა პატარა. რა პატარა პატუკა. ნახეთ ესეთი საყვარელი ჩაიდანია. ამის ჭიქები არ შევიძინე, მაგრამ არა უშავს ისე ჭიქები მეც კი მაქვს და იმით შეიძლება იმაში რომ მივიღოთ. აქ არის თვითონ ჩაი. ეს შემდეგი ნახოთ რა պես აქ. ჩაი შევიძინე კიდევ, შემოკარგებო ჩაი იმისათვის რომ დავაგემოვნოთ. ჩაი არის ეს. ეს იცით რა არის? ეს არის დასადგამი. აი ასეთი. შიგნით სანთელს ჩაუდებთ, რომ ჩაი დარჩეს ცხელი ხოლმე. აი ასეთი იქნება. ნახეთ აი ესეთი გამოდის საბოლოოდ ესეთი სილამაზე. რამდენი ხანია მინდოდა ამის შეძენა, იცით?
და როგორც იქნება მოვახერხე. დიახ, სანთელს დავანთებთ. სანთელი რომ ცხელი დარჩეს ხოლმე ჩაი. და ეს არის ჩაი. ჩაი რაც შევიძინე სპეციალურად ამისთვის. არომატების ჩაი ნახეთ. ნახეთ აი ესეთი ჩაი არის არომატებით შიგნით. ეს რისი არომატია ნახოთ. Sonnenwende. არ ვიცი თეთრი თეო. Ringenblüten. ვერ გავარკვი ეს რისია მოკლედ. ნახოთ ეს რა არის Purpurschein. მოდით დღეს აი ეს მოდით ეს გავხსნათ დღეს. და ნახოთ როგორია. ჯერ გავრეცხავ მე ჩაილიქს და შემდეგ უკვე ჩავდოთ შიგნით. იცით კიდევ რა შევიძინე? აი ასეთი მიხვდებით ალბათ, რატოღაც ამ ბოლო დროს შუშა ძალიან უწევს. შუშას და თეთრი ფერიც. ყავის მოსადუღებელი მქონდა, მაგრამ ეს ძალიან მინდოდა უკვე დიდი ხანია. საერთოდ ყავას ვსვავ დღეში ერთხელ და ვსვავ მხოლოდ რძიანს. მე შეიძლება მომინდეს ხოლმე ეს ჩვეულებრივი ეს თურქული ყავაც და დღის განმავლობაში მე ისინს დავლიო. ხშირად არ ხდება, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე და თანაც თუ გაქვთ ესეთი ლამაზი მოსადუღებელი ალბათ ურმაგათი სამაგათ უფრო სასიამოვნოა შემდეგ და მეც ამხდები. უნდა საყვარელია ნახეთ. ნახეთ როგორი საყვარელია რაცა არის. აი ეს შუშის ესეთი ლამაზი ნახეთ როგორი საოცრება. მოდით იცი რა მე ხლა ამას გავრეცხავ. კარგად და შემდეგ უკვე დავაყენოთ ჩაი. მოდით აი სამნისფერ ჩაის ავიღებ და ამას ჩავდებ შიგნით. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. აი ესეთი პატარა ყვავილია ნახეთ. გამხმარი ყვავილია. როგორც ნახეთ, ჯერ ეს უნდა ჩავდოთ შიგნით ეს ყვავილი და შემდეგ უნდა დავასხათ ცხელი წყალი, ადუღებული წყალი. აი ესე. ნახოთ რა სიზავს. ნახეთ ხო როგორ გაიშალა, როგორ ლამაზად. მოდით ამასაც ავანთებ მე, რომ არ გაცივდეს ჩაი. აი ასე. და ზედავდოთ. აი ესეთი სილამაზე გვაქვს ჩემო კარგებო ნახეთ. რა მოუხდება ამ ყველაფერს თუ არა გემრიელი ბაკლავა. შეუკვეთე იყო ფასდაკლებაში, ეს საკმაოდ ძვირიანია სხვადასხვა, მაგრამ ეხლა ფასდაკლება იყო და ამიტომ შეუკვეთე და ძალიან მაინტერესებს. საერთოდ ბაკლავა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს. ორიენტალური სამზარეულო დესერტები, ნამცხრები. მიუხედავად რომ მე სირუფის განმზადებულ დესერტებს ვერ ვეტანები და ვერ მივეთებ, იმიტომ რომ რატომღაც
ეტყობა არ ვართ მიჩეული ამ სიროფიანებს ჩვენ და რატომღაც ჩემზე არ მოქმედებს კარგად. მოდი ახლა მე გავხსნი ამას. და ნახოთ. ნახოთ რა ხდება აქ. ნახეთ. როგორი მადის აღძრელია და იმ ფასთან შედარებით რაც ახლა მე ამაში გადავიხადე. ალბათ ორი დიდი გამოსაცხობი ფორმა ბაკლავა მოგვივიდოდა. ნუ ჩვენ რო გავუკეთებნა რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ როგორი ლამაზია. ესენი ის პისტაციები, ეს პისტაციის თხილის, ეს როგორც ჩვეულებრივი ნიგვზის არის, ან ნუშის მე მგონი. ესენი კიდე პატარა ბუდეები და ამის გასინჯვა განსაკუთრებულად მაინტერესებს, აი ამ პატარა ბუდეების. რაღაცა ძალიან კარგად გამოიყურება. ესენი ჩვეულებრივი ბაკლავა არის ჩემის აზრით. აი ესეთი არ ვიცი ხედავთ თუ არა ახლა ამის შეძენა. ნახოთ დავაგებოთ. კი აი ესეთ საჩუქარზე არც მე არ ვეთქვი უარს ნახეთ რა კარგია. მე ძალიან მინდა გავხსნა და რაღაცნაირად ხელი არ მინდის. მოდით გავხსნათ. ნახეთ ჩემო კარგებო ახლდან განახებთ როგორი საოცრება, ნახეთ. აი ესენი აი ეს განსაკუთრებული აპოტარებია ნახეთ. ესენი არის მომზადებული ანგელოზის თმას ეძახიან ესეთი პატარები ქადაები რომ მზადდება. ანგელოზის თმას ეძახიან ძალიან პატარები, ესეთი პატარა თმებივით არის და იმით არის მომზადებული. მოდი ჯერ ჩაიცხოვ და გავსინჯოთ და ჩაისთან ერთად მივირთვათ. როგორ მოგწონთ ჩემი ჩაიდანი? ყვავილებიანი ჩაიდანი. აი პისტაციები თავიღებ. ნახოთ. ძალიან თბილი არ არის და არც სიროფით არ არის გაჟღენთული. ნორმალურად აქვს ითქვა აბსოლუტურად. ნაკემრიელია ეს ჩაი. ვერაფრის გემოს ვერ ვწდო მოყუნდაც აბსოლუტურად ვერაფრის გემოს ვერ მომსგავსებ. თუ ბაკლავა დამიკარგა ახლა გემო არ ვიცი. კიდევ რომელი გავსინჯოს ჩემი კარგებო. მოდით ახლა გავსინჯოთ. აი ეს ნახეთ როგორი პატარა ნაჭრებია. საოცრება. რაღაცა სწავლია პისტაშკა. გემრიელია. პისტაშკა არის სასწავლო გემრიელი. ახლა აი ეს გავსინჯოთ. აი ეს პატარები, ძალიან პატარები რომლებიც არის. რა კარგია. ეს ნიგვზით არის აშკარად. ორი პარტიად ყოფილა დალაგებული, 700 გრამია მთლიანად. ძალიან კარგი იყო. აი ამ პატარა პისტაშკებსაც გავსინჯო. ეს რა კარგია. აი ესენი. არაჩვეულებრივი, ძალიან გემრიელია. ძალიან პატარები, აი ალბათ ამხელებად არის დაჭრილი. ეს ბუდე მაინტერესებს ძალიან.
მოხარული ნუში. სასწაულია. გემრიელია. მოკლედ ვიტყოდი, რომ აი ეს ძალიან ეფექტურია, თვითონ ეს ჩაიდანი, ესეთი ლამაზი გაფურჩქნული ყვავილით, მაგრამ ვფიქრობ, რომ გემოვნებით რამე განსაკუთრებულად გამოერჩევა, არა, თუ რამე არომას დავუმატებთ თქვენ თვითონ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ხა შავი ჩაი გავსინჯე, ყვითელი ყვავილით არის და ჩვეულებრივი ჩაია. ეს სასწაულია. ეს ნამდვილად ღირს. აი რაც ფასი ადევს ნამდვილად ღირს ამისთვის. ძალიან ხარისხიანია, ძალიან გემრიელია ნამდვილად. შემიძლია ვთქვა, რომ არ უნანობ რომ შევიძინე. კიდევ მაქვს მე რაღაც გასახსნელი. ახლა ამ ვიდეოში არ გავხსნე, შემდეგ ვიდეოში გავხსნათ შესაძლებელი შენაძენები.